მუხლისა და მეჯბარძაყის სახსრაზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ აუცილებელია სამკურნალო რეაბილიტაციის პროცედურა. რამე თუ რაც არ უნდა კარგად და პროფესიონალურად ჩატარდეთ აღნიშნული ოპერაცია, თუ პაციენტმა ოპერაციის შემდგომ არ გაიარა სრულყოფილი რეაბილიტაცია, მას ძალიან გაუჭირდება სრულფასოვნად ჩაერთოს ყოველდღიური ცხოვრების რიტმში. კერძოდ, მუხლის სახსრის ოპერაციის შემდგომ ეს იქნება მენისკექტომია, ეს იქნება მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება, ასევე მეჯბარძაყის ენდოპროთეზირება. ოპერაციის შემდგომ დაახლოებით კლინიკიდან გამოსვლისას მეორე-მესამე დღეს უნდა დაიწყოს CPM თერაპია, ანუ ეგრეთ წოდებული მექანოთერაპია, რა დროსაც პაციენტის ფეხი თავსდება, ანუ პაციენტის კიდური თავსდება სპეციალურ CPM აპარატში, ანუ მექანოთერაპიის აპარატში და ხდება კიდურის პასიური მოხრა და გაშლა. პარალელურად მიმდინარეობს ქვემო კიდურის ოთხთავა კუნთის ელექტრომიოსტიმულაცია, რაც აძლიერებს კუთის სიძლიერეს და უფრო ეფექტურს ხდის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციის პროცესს. თუ პაციენტმა ჩაიტარა მუხლის სახსრაზე ოპერაცია, კერძოდ მენისკის ამოკვეთით ან წინაჯვარედინა იოგის პლასტიკით, ოპერაციის შემდგომ ხშირად ვითარდება მუხლის სახსრის ანთებითი პროცესი, ანუ მუხლის სახსრის ან ბურსიტი, ან ტენოსინოვიტი. რა დროს შეუცვლელია CPM თერაპიასთან, ანუ მექანოთერაპიასთან ერთად სამკურნალო ფიზიოპროცედურები, ეს იქნება მაგნიტოთერაპია, ელექტროთერაპია და ულტრაბგერითი თერაპია. ხოლო თუ მოხდა მუხლის ან მეჯბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, ამ დროს კატეგორიულად დაუშვებელია მაგნიტოთერაპია და ულტრაბგერი თერაპია. რამე თუ სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ფიზიოპროცედურებმა მოახდინოს ზემოქმედება იმ მეტალზე, რა მეტალის ჩაშენება მოხდა მეჯბარძაყისა და მუხლის სახსრში. ამ დროს აუცილებელია CPM თერაპია ქვემო კიდურის კუნთების ელექტრომიოსტიმულაციასთან ერთად.